ეხლა მსოფლიოს სამი ყველაზე ძლიერი მუსლიმური უმრავლესობის მქონე ქვეყანა ახლახან შეთანხმდა ურთიერთდაცვის პაქტზე და დროის შერჩევა ამაზე მეტად პოლიტიკურად დატვირთული ვერ იქნებოდა. საუდის არაბეთი, თურქეთი და პაკისტანი ერთად შეიკრიბნენ მექაში, რომელიც ისლამის ყველაზე წმინდა ქალაქია. იმისათვის, რომ ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც რომელიმე მათგანზე თავდასხმა ჩაითვლება თავდასხმად სამივეზე. ერთად ისინი აერთიანებენ ნატოს მეორე ყველაზე დიდ სამხედრო ძალას, ბირთვულ არსენალს და მსოფლიოში ყველაზე დიდ ნავთობის მარაგებს. ისინი ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი ირანის წინააღმდეგ არ არის მიმართული, მაგრამ თითქმის უეჭველია, რომ ისლამური რესპუბლიკა ამაში არ დარწმუნდება. ჩვენი უფროსი კორესპონდენტი არიელ ოსერანი მოგაწყვეტს დამატებით ინფორმაციას. ახალი თავდაცვის ალიანსი, რომელიც შეიძლება რეგიონში ძალთა ბალანსი შეცვალოს. პარასკევს თურქეთის, საუდის არაბეთისა და პაკისტანის ლიდერებმა მოაწერეს ხელი მექას ერთობლივ თავდაცვის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს კოლექტიური შეკავების გაძლიერებას ნებისმიერი აგრესიის აქტის წინააღმდეგ. თურქეთს ნატოს მეორე ყველაზე დიდი სამხედრო ძალა ჰყავს. პაკისტანს ბირთვული იარაღი აქვს, ხოლო საუდის არაბეთი ენერგორესურსების ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია. ერთად მათი პოლიტიკური, სამხედრო, ამ ალიანსის პოლიტიკური, სამხედრო და ენერგეტიკული ძალა უეჭველია. სამმა ქვეყანამ განაცხადეს, რომ ალიანსი არ არის მიმართული ირანის ან სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა თეირანმა კრიტიკა გამოთქვა რიადისკენ. განაცხადა, რომ როგორც ამერიკული ბაზები არ მოუტანა სამეფოს უსაფრთხოება, ასევე ამერიკის მორჩილებზე დაყრდნობაც არ მოუტანს მათ უსაფრთხოებას. რეგიონის ქვეყნები შეშფოთებულნი არიან ამერიკის უსაფრთხოების გარანტიების არაპროგნოზირებადი ან ნენდობადი ხასიათის გამო. მაგრამ ამერიკა კვლავაც შეუცვლელი რჩება რეგიონული მოთამაშეებისთვის, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის. ასე რომ ამ ხრივ მე არ ვფიქრობ, რომ ამერიკა ამას ძალიან ნეგატიურად აღიქვამს. მით უმეტეს, რომ ეს სამი ქვეყანა, რომლებიც ერთიანდებიან, ამერიკის პარტნიორები არიან რეგიონში. შეთანხმება ასევე მოიცავს ნატოს მეხუთე მუხლის მსგავს დებულებას, რომელიც ამბობს, რომ ნებისმიერი სამხედრო თავდასხმა რომელიმე ქვეყანაზე ჩაითვლება თავდასხმად ყველა მათგანზე. ასევე შესაძლებელია, რომ მომავალში ეგვიპტეც შეუერთდეს ალიანსს. მაგრამ ამ ეტაპზე ეს აერთიანებს რეგიონში სუნიტური ქვეყნების სამ ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას, ირანის ომის ფონზე გამწვავებული სუნიტურ-შიიტური დაძაბულობის დროს და ის გაფორმდა მექაში, ისლამის უწმინდეს ადგილას. როგორც მისი მცველი და ხელმოწერის ცერემონიის მასპინძელი, საუდის არაბეთი აშკარად ამ შეთანხმების მთავარი სარგებლის მიმღებია. მას აქვს მსგავსება ნატოს მეხუთე მუხთან. მაგრამ უნდა ვნახოთ, როგორ განხორციელდება ეს, როდესაც ამ მხარეებიდან რომელიმე თავდასხმის წინაშე დადგება. და ალბათ საცდელი შემთხვევა საუდის არაბეთზე იქნება ყველაზე მეტად. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს მასზე განხორციელდა თავდასხმები ჰუსიტების მხრიდან, ან როგორც იცით, ირანთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან ერაყში. ასე რომ ალბათ ეს უფრო მეტად საუდის არაბეთის შემთხვევაში იქნება შესამჩნევი. მაგრამ ეს არ არის არაბული ნატო, როგორც ზოგიერთმა კომენტატორმა სწრაფად დაარქვა მას. მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანსა და საუდის არაბეთს შორის 2025 წლის სექტემბერში გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება, ამან ვერ შეაჩერა თვეების განმავლობაში მიმდინარე ირანის, ჰუსიტებისა და ერაყელი მილიციების თავდასხმების სამეფოზე. ისლამაბადი არ მონაწილეობს ჰუსიტებზე თავდასხმებში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქეთიც მიიღოს მონაწილეობა. ალიანსი უკვე გამოცდაში ჩააგდეს ხელმოწერიდან რამდენიმე საათში, რადგან ჰუსიტები აგრძელებენ საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებს. სხვა ქვეყნებიდან არც ერთი ჯერ არ დახმარებია ერ-რიადს. რაც შეეხება ისრაელს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დააკნინოს ალიანსის ეფექტიანობა და განხორციელებადობა, ეს ბლოკი სავარაუდოდ პრეზიდენტ ტრამპის ყურადღებისთვის კონკურენტი გახდება. რაც შეიძლება დაასუსტოს ისრაელის გავლენა ვაშინგტონში. ეხლა ჩვენთან ერთად არიან ახლო აღმოსავლეთის მკვლევარი დალია ზიადა და ადიტია რაჯკული, NDTV-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული საკითხების უფროსი აღმასრულებელი რედაქტორი. ის ინდოეთიდან გვიერთდება. მინდა ორივეს მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ ჩვენთან შემოერთებისთვის. იცი დალია, მინდა კითხოთ, ეს ალიანსი გაფორმდა მექაში, ისლამის ყველაზე წმინდა ქალაქში. ის აერთიანებს თურქეთს, საუდის არაბეთს, პაკისტანს, ურთიერთდაცვის მეხუთე მუხლის მსგავს დებულებით. მაგრამ ხელმოწერიდან რამდენიმე საათში უთებმა დაარტყეს საუდის ენერგეტიკულ ობიექტებს და არც თურქეთი და არც პაკისტანი არ დაეხმარა რიადს. ესე რომ მგონია კითხვა ის არის, ეს ნამდვილად თავდაცვის ფაქტია, თუ უფრო ფართო პოლიტიკური განცხადებაა, რომელიც ფაქტობრივად იშლება იმ წამსვე, როცა რეალურად გამოცდას გადის. დიახ, მადლობა ნატაშა, მიხარია თქვენთან და თქვენ სტუმართან ერთად ყოფნა ინდოეთიდან.
სინამდვილეში, რასაც ახლა ვუყურებთ, აუცილებელი არ არის ირანის საწინააღმდეგო კოალიცია იყოს, როგორც ამას წარმოაჩენენ. არ დაგავიცდეთ, რომ ამ პაქტის ორი მხარე პაკისტანი და თურქეთი უკვე ირანის მოკავშირეები არიან და 10 წლეულებია ირანთან ერთად ერთ საწოლში წვანან. მათ შორის სამხედრო თანამშრომლობა და ყველაფერი დანარჩენი. ასე რომ რთულია ასე წარმოაჩინო, მაგრამ უკეთ გავიგებთ თუ ამას საუდის არაბეთის პერსპექტივიდან შევხედავთ. საუდის არაბეთი ქავს დაუცველად გრძნობს ამჟამად მიმდინარე ყველა თავდასხმის წინაშე. ის ძალიან იმედგაცრუებულია შეერთებული შტატებით, რომელიც ყოველთვის მის მთავარ დამცველად მოქმედებდა. ეს ასე აღარ არის. ეხლა ის სხვა საკითხებით არის დაკავებული. ბოლო იმედგაცრუება საუდის არაბეთში ასევე უკავშირდება ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც უნდა გაფორმებულიყო საუდელებსა და ამერიკელებს შორის და რომლის პირობაც იყო აბრაამის შეთანხმებების ხელმოწერა. ამიტომ საუდის არაბეთმა იგრძნო, რომ საჭიროა წინ წასვლა და რეგიონში ცვალებადი წესრიდის პირობებში თავის დასაცავად შეიქმნას შემაკავებელი ძალა, ამ შემაკავებელი ქოლგა, ასე ვთქვათ. პაკისტანის ბირთვული ძალისა და თურქეთის სამხედრო შესაძლებლობების მოცინავე სამხედრო შესაძლებლობებისა და სამხედრო ინდუსტრიის სახით. ასე რომ სწორედ ასეა ჩემი აზრით საუკეთესო გზა ამის აღსაწერად. ადიტი, ეხლა შენთან მინდა გადავიდე. პაკისტანი ბირთვული არ არის მქონე სახელმწიფოა, რომელიც ასევე ირანის მეზობელია. თავარი შუამავალი, როგორც ნახეთ, აშშ-ში ირანის მოლაპარაკებებში და ეხლა სუნიტური თავდაცვის ალიანსის დამფუძნებელი წევრია, რომელსაც ურთიერთდაცვის დებულება აქვს. როგორ აღიქვამს ინდოეთი პაკისტანის მონაწილეობას ამ შეთანხმებაში? პირველ რიგში, რაც უნდა გავიგოთ, არის ის, რომ ამ ახალი ალიანსის ორი მთავარი მიზანია, პირველ რიგში შეკავება და მეორეც გარკვეული პოლიტიკური განცხადების ან ახალი ნარატივის შექმნა. უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ახლა ამ რეგიონში ახალი ალიანსები ყალიბდება, რა თქმა უნდა, აზიაში, დასავლეთ აზიაში, სადაც ტყვიები და რაკეტები იპოვეს. მაგრამ თუ ისტორიას გადავხედავთ და ტრადიციულადაც თუ მსგავს შეთანხმებებსა და პაქტებს შევხედავთ, სადაც არის პუნქტი, რომ ერთ სახელმწიფოზე განხორციელდება თავდასხმა, ეს ჩაითვლება თავდასხმად ყველა დანარჩენს. ბოლო დაახლოებით 75-დან 80 წლამდე განმავლობაში ჩვენ არ ვინახავს მსგავსი შემთხვევა, რომ რომელიმე სახელმწიფომ ასეთ შეთანხმებაზე ან პაქტზე დარნობით მეორე სახელმწიფოზე თავდასხმა განახორციელოს. ერთადერთი გამონაკლისი ალბათ 1939 წელს იყო, როდესაც გაერთიანებულმა სამეფომ გამოაცხადა კონფლიქტი გერმანიასთან, როდესაც ჰიტლერის არმიამ სადა პროვოკაცია და გამოაცხადა პოლონეთზე შეჭრა და თავდასხმა. მას შემდეგ მსგავსი არაფერი გვინახავს. და თუ ბოლო 1 წელი რაიმე მაგალითია, აშკარად ვიცით, რომ საუდის არაბეთსა და პაკისტანს მსგავსი ტიპის შეთანხმება ჰქონდა. პაკისტანმა მართლაც გაგზავნა თავისი ჯარისკაცები საუდის არაბეთის რამდენიმე ბაზაზე, მაგრამ ჩვენ არ ვინახავს, რომ პაკისტანს ერთი რაკეტაც კი გაესროლოს, ან ერთი ტყვია ესროლოს. არც ირანის წინააღმდეგ და არც ჰუთების წინააღმდეგ. ასე რომ პრაქტიკულობა ან ის პირობები, რაც დადგენილია, არ არის ნათელი, რადგან თუ უნდა არსებობდეს შეკავების მექანიზმი, საჭიროა მთელი დოკუმენტი გახდეს საჯარო. მაგრამ მთელი დოკუმენტი საჯარო არ არის, მისი ნახვა შეუძლებელია. ასე რომ ეს არის ერთგვარი ნარატივი, რომელიც ყალიბდება. მეორე მხრივ, ბოლო პუნქტი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის ის, რომ პაკისტანი ასევე ცნობილია როგორც ტერორიზმის გლობალური სპონსორი. ეხლა არცად სულ მცირე ამ დრომდე ჩვენ არ ვიცით, რომ არსებობს რაიმე პუნქტი, რომელიც ამბობს, რომ პაკისტანის ტერორიზმს დაიცავენ თურქეთისა და საუდის არაბეთის ტყვიებითა და რაკეტებით. მეორე მხრივ, ინდოეთი ამას ძალიან ყურადღებით და დაკვირვებით აკვირდება. ინდოეთს ძალიან მტკიცე პარტნიორობა აქვს საუდის არაბეთთან ამ სუნიტურ ალიანსში, როგორც იცით. და ვფიქრობ, როდესაც საუბრობთ ეკონომიკურ და ბიზნეს კავშირებზე, საუდის არაბეთს ინდოეთში ბევრად უფრო სანდო პარტნიორები ხავს, ვიდრე პაკისტანში. და ეს უკვე გააცნობიერა საუდის არაბეთმა. ბოლოს იმ ტიპის თავდასხმები, რაც ბოლო 6 თვეში ვიხილეთ საუდის არაბეთზე ირანის და ჰუთების მხრიდან, ჩვენ არ გვინახავს პაკისტანის მხრიდან არანაირი ქმედება ან მსგავსი ზომების მიღება. ერთი მხრივ, პაკისტანი ცდილობს იყოს გლობალური სამშვიდობო შუამალი ირანის გავლით. მეორე მხრივ, ის ცდილობს დაამყაროს კავშირები საუდის არაბეთთან. ეს უფრო ნარატივია, ვიდრე რაიმე სტრატეგიული ან გეოპოლიტიკური. კი, სწორია. მინდა ისაც თქვენთან დაუბრუნდე, დალია. მოდით ცოტა თურქეთზეც ვისაუბროთ. თურქეთი ნატოს წევრია. ნატოში მეორე ყველაზე დიდი სამხედრო ძალით და ამავე დროს ახლა ის მექას ცალკე თავდაცვის ალიანსის წევრიც არის. იცით, ჩვენ ნახეთ, როგორ შუამავლობდა თურქეთი აშშ-სა და ირანს შორის. მას პინძლობდა ჰამას, ემუქრებოდა ისრაელს, ყიდდა იარაღს ევროპელ ნატოს მოკავშირეებზე. სტრატეგიული საკითხების თვალსაზრისით ხომ არ ხდება თურქეთი ძალიან ბევრი რამის წარმომადგენელი სხვადასხვა მხარისთვის. ისე რომ რეალურად ასუსტებს იმ ალიანსებს, რომელთა წევრიც თავად არის. სამწუხაროდ ნატაშა თურქეთის ლიდერები არ მალავენ ვინ არიან ისინი, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო აქტორები
საერთაშორისო საზოგადოება უარს ამბობს აღიაროს, რომ ის თურქეთი, რომელიც მათ იცოდნენ, როდესაც რამდენიმე ათეული წლის წინ ნატოს ალიანსში მიიღეს, აღარ არის ის თურქეთი, რომელიც დღეს ხვავს. დღევანდელი თურქეთი პრეზიდენტ ერდოღანის ხელმძღვანელობით მხარს უჭერს ტერორიზმს, მხარს უჭერს ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა ჰამასი. აშკარად და ღიად ყოველგვარი სიცხვილის გარეშე. და უკვე არა მხოლოდ პოლიტიკურ მფარველობას ან პოლიტიკურ მხარდაჭერას სთავაზობს მათ, არამედ ზოგ შემთხვევაში ფაქტობრივად ჩაერია უდანაშაულო ადამიანების, მაგალითად ქურთების წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში და ერაყში და ასე შემდეგ და დაანადგურა მათი ცხოვრება. ასე რომ თურქეთი ძალიან აქტიურია თავისი საზღვრების მიღმაც ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერაში მთელ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩნდება დიდი კითხვა თუ ზუსტად სად ეთანხმება საუდის არაბეთი თურქეთსა და პაკისტანს ამ მთავარ საკითხებში. მაგალითად, მზად არის თუ არა საუდის არაბეთი დააფინანსოს თურქეთის სამხედრო მოქმედებები ქურთების წინააღმდეგ? თუ თურქეთი სურს გაამართლოს ამას როგორც თვითდაცვას, როგორ ეს რეგიონს კიდევ უფრო არასტაბილურს გახდის და საუდის არაბეთს მტრად აღიქვამენ ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში, როგორიცაა ერაყი და სირია. იქაური ქურთული მოსახლეობაც საუდის არაბეთს მტრად აღიქვამს. ასე რომ ძალიან ბევრი კითხვა. მაგრამ კიდევ ერთხელ მე ჯერა რომ საუდის არაბეთის პოზიცია უფრო თავის დაცვას ეხება, სოფლიოს უჩვენოს რომ არა, ჩვენ ისეთი დაუცველები არ ვართ, როგორც თქვენ ფიქრობთ. და ასევე შეიძლება ეს საუდის არაბეთისთვის შესაძლებლობაც იყო. რადგან თუ გავითვალისწინებთ, რომ მექას შეთანხმებაზე ტექნიკური დეტალების განხილვა უკვე 2 წელია მიმდინარეობს. ეს ალბათ დაიწყო საუდის არაბეთის სურვილით დაიკავებინა ის ადგილი, რომელიც ირანმა დატოვა მას შემდეგ, რაც ისრაელის მიერ ირანზე დაწყებული სამხედრო კამპანია დაიწყო 7 ოქტომბრის შემდეგ. ასე რომ ალბათ სწორედ ამას უყურებთ ახლა და არა იმედია არ გავაძლიერებთ არასწორ მოთამაშეებს, როგორიცაა თურქეთი და პაკისტანი საუდის არაბეთის ფულით. კი, ადიტი, ეხლა შენთან მინდა გადავიდე და ცოტა ვისაუბრო ისრაელის როლზე ამ ყველაფერში. ცხადია და არა მხოლოდ ისრაელი, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აქ შეერთებულ შტატებზეც ვისაუბროთ. რადგან ირანმა აშკარად უწოდა ამ ალიანს ამერიკის მორჩილებზე დამოკიდებული. მაგრამ ზოგიერთი ამ ფაქტს აღიქვამს როგორც სიგნალს, რომ სპარსეთის ყურე ქმნის საკუთარ უსაფრთხოების არქიტექტურას. სწორედ იმიტომ, რომ სრულად ვერ ენდობა ვაშინგტონს. როგორ პირველ რიგში მან მართლაც ასე გააკეთა. იცით, პირველ რიგში ახლო აღმოსავლეთში ვითარდება ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა. ჩნდებიან ახალი მეგობრები, ახალი მოკავშირეები. მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ შეერთებულ შტატებზე ნაკლებად შეიძლება დაყრდნობა იმ ვითარების გამო, რაც მოხდა. მაგალითად, იმ ტიპის თავდასხმები, რაც საუდის არაბეთმა გადაიტანა. ან მაგალითად ქუვეითმა, იცით, და რეგიონში კიდე რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ბარეინმა. და იცით, ისრაელისთვის ვფიქრობ, ეს შემაშფოთებელი განვითარებაა, რადგან ერთი მხრივ არ არის მოქნილობა ან რაიმე სახის ხელსაყრელი უკავშირი აბრაამის შეთანხმებებთან დაკავშირებით და როგორ მოხდება საუდის არაბეთთან ნორმალიზაცია. რა თქმა უნდა, გარკვეული საუბრები იყო, მაგრამ არაფერი კონკრეტული არ გამოჩნდა. მეორეც, ვფიქრობ, ისრაელისთვის ეს შემაშფოთებელი განვითარებაა, რადგან ბოლო 6 თვის განმავლობაში რამდენიმე ისრაელი პოლიტიკოსი საუბრობდა იმაზე, რომ თურქეთი ახალი ირანია. ნაფტალი ბენეტმა ეს თქვა. და ამას გარდა არის განვითარება პაკისტანთან დაკავშირებით, სადაც ბოლო 3 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც 7 ოქტომბრის სასტიკი ტერორისტული თავდასხმა მოხდა სამხრეთ ისრაელში, ჩვენ ნახეთ ბევრი ჰამასის ლიდერი, რომლებიც პაკისტანს სტუმრობდნენ. ასეთი ვიზიტები 36-ზე მეტჯერ განხორციელდა. არა მხოლოდ იმისთვის, რომ პაკისტანის ეგრეთ წოდებული ღრმა სახელმწიფოს შეხვდნენ, არამედ ასევე გლობალურად ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებულ ჯგუფებს, როგორიცაა ლაშქარე ტაიბა, ჯაიშე მუჰამედი და ჰიზბულ მუჯაჰიდინი, რომლებსაც პაკისტანის ღრმა სახელმწიფო უსაფრთხო სივრცეს, თავშესაფარსა და უსაფრთხო ადგილს აძლევს. ასე რომ ეს შემაშფოთებელი განვითარებაა ისრაელისთვის, მაგრამ ვფიქრობ, ისრაელი კიდევ უფრო მეტად შეეცდება რეგიონში მეტი ისლამური ქვეყნისგან ურთიერთობების ნორმალიზაციას. და ბოლოს ასევე გეტყვით, რომ არსებობს ახალი ჯგუფი, რომელიც მომავალში შეიძლება ჩამოყალიბდეს და ამაზე თითქოს არავის საუბრობს. ეს არის ინდოეთს, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის. ორ მხრივად ამ ქვეყნებმა ბოლო 6 თვეში ან 1 წელიწადში ურთიერთობები გააძლიერეს, მაგრამ თუ ისინი სამხრივად გაერთიანდებიან, ეს შეიძლება სამივე ქვეყნისთვის გარდამტეხი მოვლენა იყოს. სწორია, სინამდვილეში მეც ვაპირებდი ამის თმას. იცით, გავიგეთ, რომ ნეთანიაჰუმ და მოდის ამ შეთანხმების
მიღების ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე ისაუბრეს. როგორ ფიქრობთ, უკვე არსებობს რაიმე გეგმა, რომ ისრაელი, ინდოეთი და როგორც თქვენ თქვით, არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთად გაერთიანდნენ? ამაზე ბოლო 6 თვის განმავლობაში ვცლად დამიწერია, ასევე ისრაელში ვიყავი და ომს ვაშუქებდი დაახლოებით 1 თვის განმავლობაში, იმ პირველ დღეებში, როცა მოდი წელს ისრაელს ეწვია. ამიტომ ვარაუდობ, რომ რაღაც მზადდება. ფიქრობ, როცა საქმე ინოვაციებს ეხება ისრაელში, თავდაცვის შესაძლებლობებსა და ლოგისტიკასა თუ კაპიტალს, ასევე როცა საქმე ეხება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და ინდოეთის წარმოების მასშტაბებსა და პოტენციალს, განსაკუთრებით როცა საქმე თავდაცვის წარმოებას ეხება. მაგალითად, ისრაელს სჭირდება რკინის გუმბათის ბატარეები. ინდოეთს შეუძლია ეს რამდენიმე დღეში აწარმოოს. და სწორედ ამიტომ ინდოეთმა და ისრაელმა ორმხრივად ერთობლივი მდგრადობა ჩამოაყალიბეს. ეს ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანა ერთმანეთს დაეხმარება. ამას ისტორიული და ტრადიციული საფუძველი აქვს. ბოლო 25 წლის განმავლობაში ისრაელი ყოველთვის ეხმარებოდა ინდოეთს, როცა ინდოეთი პაკისტანის თავდასხმის ქვეშ იყო. ანალოგიურად, ინდოეთიც ეხმარებოდა ინდური თავდაცვის კომპანიები ეხმარებოდნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლოა მომდევნო რამდენიმე თვეში გარდამტეხი განცხადება გაკეთდეს.